ჩემპიონის მერე მე რატო დამიცახე? აი შევანელეთ და თან მოუხვდეთ. ადგარშარში. პოლიცია თუ გაუჩერები ხარ, ოღონდ მანქანი. აქ მეტი აგრესია შეიძლება. დადიოდა რაღაცნაირ მანქანით ბიჭი რა. X6 და X5 თახლით თავზე ენგრევდა. წვიმაში, ქალაქში როცა ცობია ხოლმე ეგრევე ხო იცი? რატო არ იცი? ზასაშია ხო? აწმებული არ არის უკვე ვეღადა. ერთ პატარა რჩევას მოგცემ. ოღონდ მართლა არ ხუმრობ. და ძალიან ბევრი მაყურებელი, აი მასხად ამიგდეთ. მე ჩამოგითვლით 5 ავტომობილს, რომელიც ყველაზე ნაკლებად პრობლემატურია და 5 ავტომობილს, რომელიც ყველაზე მეტ პრობლემას ქმნის. ცაციძახის რომ ნანკა. როგორ გააბედე ჩემპიონის მერე მოსულა. მეორე შარში მინდა, ეხლა გაგხვიო. აი გვაქვს სტარტი. დუღილს რო იწყებს ადრენალინი? ცირკის 5 წრე. სამყარო გვაქვს გადასარჩენით. ნამეტანი გააგრესიულდა. აქ ცივილი არ დაგავიწყდეთ. უკვე სხვანაირად დადის. კარგი, ეხლა მე ამას დავსკრინე. მორჩი? ხო. ვაიმე. მოგესალმები, მადლობა რომ ჩვენთან ხარ სტუდიაში, ჩემს გადაცემაში. ძალიან მიყვარს შეუპოვარი ადამიანები და ჩემთვის შენ შეუპოვრობის ერთ-ერთი სიმბოლო ხარ, ამიტომ ორმაგად მიხარია რომ აქ ხედავ. მაგრამ ჩვენი გადაცემა საავტომობილოა, შესაბამისად თემაც და კითხვებიც ამ მიმართულებით იქნება და მაინტერესებს როგორ მოხდი საჭირსა. აუ, რამდენი წლის ვიყავი? ან ჩემ მეგობარი, მე ბავშვობის მეგობარი ლაშა, ივანიძე, მასწავლიდა მანქანის დარებას თავიდან, ესე დაიწყო. და სისხლი ქონა გამშრალი და პრინციპში მეც მიშრობდა სისხლს, იმიტომ რომ თუ სადმე ეზო იყო, რაღაც ვაკეშენ სადღაც ყველგან შევდიოდით და რაღაც ხეებს შორის მაძალებდნენ, რომ ჩავტეულიყავი რა. მე ვიყიდა პირველი მანქანა Ford Fiesta. ძალიან სასაცილო რაღაც დამემართა ერთხელ. თან მექანიკა იყო ჩემი პირველი მანქანა რა. და შუა მელიქიშვილზე ნაითან ეტყვან ვერ დავამოღამე იმ მომენტში ისე როგორც ან ვინერვიულე პირველად ქალაქში მარტო რომ გავედი რა და აი შუა მელიქიშვილზე ჩავქრი. ერთხელ დამავიწყდა ის ხელის ტორმოზი და ვურეკავამ ჩემ ლაშას და ვეუბნები რომ ან მანქანა აღარ მუშაობს. რატო? აი არ იძვრება მეთქი ეს მანქანა. საიდანაც მოვიყვანე. ჩაჯდა მანქანაში და აი უბრალოდ ხოშებად დახედო რა ეს ამოწეული დაგჭა უბრალოდ ხელის ხო და მოხეჭი დამავიწყდა და აი თქვენ გაფუჭდა რა აი ახლა არ ვიყიდე ცოტა ხნის წინ თქვა ეგრევე როგორ გაფუჭდა ეს რა ну ძალიან დავიცინე რამდენი ხანი გასტანა ფიესტამ შენს სამეგობროში რამდენიმე წელი გასტანა კი იყო რამდენიმე წელი ფიესტა და მე თან ძალიან რაღაცნაირი ის ქონა ძრავა ძალიან 1 და 0 ქონა თუ რაღაც აი ხო ძალიან მოტრახი მოყვებოდა ხო? ანუ მე ძალიან გამომადგებოდა ძალიან ცოტა წირდებოდა საწვავის სხვათა შორის. ხო, ნუ ერთი აი მართლა ძალიან ცოტა. აი ხა გამომადგებოდა. ხო ისეთი პუკა დადგა რომ ხო ეკონომიური მანქანა. არა მართლა რაღაცა 4 ლიტრით დავდიოდი ძალიან ბევრს. ეხლა რითი მოძრავ? ეხა ბიუიკით. და რა ძრავი აქვს? არა, აქ ამასაც ესეც პატარა ძრავით არის 1 და 4 აქვს მგონი თუ რა. ტურბინიანი 1 და 4. აი ხა რაღაცა კი ტურბინიანი და ეგენი არ ვიცი. ხო. კაია ბიუიკი, მაგრამ საიდან აღმოჩნდი? ანუ რატო ბიუიკი? ანუ რა იყო? ან მე მანქანა ვეყვევი. და ყოველთვის დამცინია ხომ ვიზუალურად რაღაც მანქანა მომეწონა, აუ რა საყვარელია, პროტეი რა საყვარელია თუ რა. ერთი ისეთი მომეწონა რაღაც აღარ მახსოვს რა იყო. აი მართლა ყველამ დამცინა, იმიტომ რომ ეს მანქანა თქვენ გონი ვინც გამოუშვა იმასაც არ მოწონსო რა. აი უბრალოდ სმარტი მინდოდა ძალიან. იმიტომ რომ ეს პარკინგის პრობლემა რო გინდა ეს დადექი მეთქი აი რა კარგი აი სმარტი არის რაღაცას გადახურული სკროლი. კიდეს არ შეიტანე ხო? ხო რა აი რაღაცა არსად ბევრი ადგილი არ გჭირდება თუ რა. ნუ ისეთ ცხოვრება რომ ანუ ვეძებ ბევრი ადგილი არ მჭირდება. მე ძალიან მიჭირს დაბალი მანქანები. ცოტა მაღალი უნდა იყოს და გზას ვხედავდე თუ რაღაცა რა. მეტი გარანტიას ითხოვ ხო? აი რაღაცნაირად აი რო ვხედავ, ხო რა, არ ვიცი რა. აი ხა რო გითხრა რომ აი ხوانან შუმახერ ადამიანი მე კატეგორია არ ვარ. ძალიან მეცნობა ხა აქ რო ვარ ამ გადაცემაში, მაგრამ ჩემნაირად ბაცხონა შემოიარო.
კი, ანუ საინტერესო პირიქით არის რა, მე ესე ვიტყოდი, ანუ საინტერესოა იმ ადამიანების ურთიერთობა ავტომობილებთან, რომელიც ნაკლებად არიან ზოგადად ეს მიჯაჭულები რა. არა, აი მე ხო, მაგრამ აი ტარებაზე ეს მიჯაჭული არ ვარ, მაგრამ აი Ford Fiesta-ს მე გავდა Lexus RX 320 და იმასე მართლა ისეთი მიჯაჭულობა მქონდა. რომ ვერ გავყიდე, გავაჩუქე, რაღაც ოჯახის წევრივით იყო, თუ წარმოვიდგინე, უნდა გავყიდო, ვიღაცას ვის ხელში იქნება ჩემი გოგო, ამას ვიძახდი და გავაჩუქე. მართლა 22 წლის იყო ჩემი მანქანა, ცოტა მეტის. დღემდე როგორ დადის იცი? ნუ მართალია კი, ახლა რაღაცების შეკეთება, გაკეთება, რაღაცები ჭირდებოდა, მაგრამ ეხაც რა შეხედო იმას. ძალიან გავუკვირდეთ, რატო გადაჯექი ამ მანქანაზე, უფრო ძალიან ბევრ საწოლსავდა და ძალიან დიდი. სხვათა შორის ამ გადაცემაშივე რეიტინგი იქნება ავტომობილების, ანუ ისეთი ავტომობილების, რომელიც ანუ პრობლემურია და პირიქით რა. ეგ საჩემო. ამიტომ ბიოიკი როგორ ვიყიდე, იცი, ანუ უბრალოდ არ ვიცოდი რა მანქანა, მინდოდა რომ რაღაც ბევრი არ დაეწვა, მინდოდა რომ არ ყოფილიყო დაბალი და მეგობარმა მირჩია, მაგრამ მე მყავს და ძალიან კომფორტულია და გემრიელია და რაღაცა და მე მანქანებში ვერ ვერკვევის, მაგრამ აქ თუ განხილვებიც იქნება, მე ჩაუღრმავდები ამ საკითხს. ანუ რატო დავიწყეთ ამ გადაცემის კეთება, ადამიანებს ანუ ნაკლებად აქვთ დრო იმისი, რომ რაღაცა ინფორმაციებს ჩაუღრმავდნენ, ანუ უფრო მარტივ ენაზე ჭირდებათ რაღაცების გაგება, მაგალითისთვის ეხლა რა მანქანები ესეთ, რომელიც მარტივად ფუჭდება, რომელიც ვირიჟდება, რომელიც არ ხო და ხა მე არ შეიძლება თან ახლა მე მგონია რომ მანქანაც რაღაცა იმის შესაბამისი უნდა ქონდეს, როგორც ცხოვრობ რა. ხა მე რომ Bentley მყავდეს სასაცილო იქნება რა, ან Ferrari. ხო, გეთახმები. აი რაღაცა ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ აი მართლა რაღაცა ძალიან ცუდ სახლებში ცხოვრობდნენ. რაღაცა გიმალო და კარგი იქნებოდა. მაგრამ არა, ეს მე მგონი ბავშვობიდან, იმიტომ რომ აი მახსოვს რომ ძალიან უჭირდა თან რაღაც ან სახლი მაგ ნანახი როგორც დაპირებებში ცხოვრობდა ადამიანი, მაგრამ უცებ შეიძლება მაშინ რაღაცა X6 და X5 და რაღაც თუ რაღაც აი რაღაცები რა იყო რა მოდაში აქ ხო რაღაცა მოდაში. მაგრამ დადიოდა აი რაღაცნაირ მანქანით ბიჭი რა, მაგრამ აი სახლი თავზე ენგრეოდა და ამას ვერ ხვდებოდი ხოლმე ვერასდროს, იმიტომ რომ აი რა ვიცი, საერთოდ სახლი გაარემონტო მანქანის ყიდვა. ახლა ნახე როგორ რაღაცა ანუ ეს რა ფენომენია, ეგ ცოტა რთული. ხოდა მე ვერ ხვდები ამას. ხო, რთული ასახსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ მე ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე ამისი ახსნა რიგი ადამიანებისთვის, ვინც ცდილობენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაიყვანონ ადამიანები, ანუ თვითონ ცადონ ჯერ. ხო, ანუ ისტორია, ეხლა რა სამ წუთში თქვი, რომ აი შენთვის ესეთი იყო რა, რატო სხდებოდნენ ისეთ მანქანებზე, რომელსაც ვერ ერეოდნენ ფინანსურად რა. აი ვალებში იყვნენ მანქანის გამო. რატო, ხო, ანუ არის კითხვა ესეთი, მაგრამ ეგრე იყო. ეგრე არის ეხლაც რა და შესაბამისად ეხლა ამ ხალხს შენ უბიძგო რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჭიქი ძალიან რთულია რა. ხო, მაგ მენტალიტეტით ძალიან რთულია. ხო, ძალიან რთულია. ამიტომ ნუ ძალიან გააჩნია. არა, იცი არის მაგის მაგალითს თვითონ რომ გაძლევდნენ ახლა თქვა და ევროპაში რომ ხარ ნამყოფი და რომ ხედავ იქ პრეზიდენტის სასახლესთან რომ ანუ ჩვეულებრივად შეგიძლია ჩაიარო ან რო ხედავ რა მანქანით ან ველოსიპედით გადაადგილდებიან. ან მეტროში შეგხვდება. ან მეტროში შეგხვდება, ხო და ანუ იქაც პირიქით არის. ცუდ ტონად ითვლება, ეხლა აქ რაც ხდება. შენს ჩემნაირად პრაქტიკული ადამიანი ხარ, ესე იგი, ესე დავასწავლე. ცხოვრება მოიტანა. ხო, არა, რატო ხო არიან ის ადამიანები, ვინც მაინც ცდილობს ესეთი მანქანა ყავდეს რომ. ხო, მაგრამ ეს პრაქტიკულობა არის, ჩემივე კომფორტიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იმ მანქანას ახლა რაღაც აი ნაწილების ფასიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, ან ხო, შევძლო რამე რომ გავუფუჭდება, რომ გავაკეთო, ხო, ისეთი მანქანა რომ ყავდეს, რომ ნაწილიც ცალკე საოცარი ფასი ხის, მე ვერც გავაკეთებ. ხო, ანუ ვალებით ცხოვრება არ მომწონს. ხო და ეგ არის პრაქტიკულობა, ანუ პრაქტიკული ადამიანები კომფორტია, ხა ისიც კომფორტია, რომ ძალიან მანქანით დადიხარ, მაგრამ ჩემი კომფორტია, რომ ნერვები არ მეშლება და როცა არ ვნერვიულობ ბევრს და ხა რა ვიცი. ეს შემაინტერესებს. ადრე უფრო კარგი იყო და ეხლა ნელ მანქანებს, როგორც ტელეფონების პრინციპით ისე აკეთებენ, რომ რაღაც მალე მოგიწევს, ეს მითია, ხო? თუ არა? ხო, არა, არ არის მითი, ნახე, რაღაცა. ერთი რომ ერთ-ერთი ესეთი პრობლემა ჰქონდა Mercedes, ანუ 124 ძარა არსებობდა ესეთი, რომ კიდევ გაკოტრდა Mercedes-ი. იმიტომ რომ იმ ეპოქის მანქანები საერთოდ არ ფუჭდებოდა, ანუ სერვისს არ საჭიროებდა. და თუ სერვისს არ საჭიროებდა, დეტალი არ ფუჭდება, არაფერი არ ფუჭდება, ნუ ქარხანას პრობლემა ექნება, მოკლედ წარმოებასაც პრობლემა აქვს. ამიტომ
მე უკვე შემოვიდა ავტომობილები თან ერთმანეთის დევნაში, ჯერ შენ თუ არ გააკეთებ, ვიღაცა გააკეთებს, გააუმჯობესებს რაღაცას, ანუ ეფექტს გამოიწვევს ყოველ შემთხვევაში და უფრო მეტად გაიყიდება ვიდრე შენი მანქანა. ამიტომ ერთმანეთის დევნაში უნდა არ უნდა ხარისხსაც პრობლემა რა თქმა უნდა შეექმნა, სიმძლავრეები იმატებს, უსაფრთხოების პაკეტები იმატებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხარისხი მაინც იკლებს და თან კი ეგ თემა არის, არ არის ეგ მითი, რომ უფრო ხარისხი ისე გათვლილი, რომ რაღაცა X პერიოდი ეს მანქანა გეყოს, მერე გარანტიაც ეგრე აქვს ხოლმე რა. ანუ 5-დან 10 წლამდე აქვს გარანტიები გააჩნია ბრენდს და მოდელს და იმ გარანტიის მერე პრინციპში უნდა გამოცვალო. ეს ჩვენთან რომ არ ვართ ესე მოწყობილი რა, თორემ ცივილიზებულ სამყაროში იქ სადაც თან გამოყვანა ლიზინგით და სესხის აღება ავტომობილის შეცაძენა და ამ შემდეგ ანუ ძალიან 2x2-4-ია, ანუ ეს არც გეტყობა ზურგზე ბიუჯეტი რაღაც არ გამძიმებს, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს რომ ახალი მანქანეთი არის რა. ხო, ნუ ეხლა ეკოლოგიურადაც, აი ელექტრომანქანა იდეაში ესე ძალიან მომწონს მისი არსებობა და სიამოვნებით ვიქონებდი, უბრალოდ გონია რომ აქ ჯერ არ არის კულტურა, აი რაღაც რომ დაემართოს, ბოლომდე მგონია რომ ჯერ არ იციან. კი, სწორად გონია. ანუ გიფიქრია ესე იგი ისე არ არის რაღაც. არა, ნუ აი ეკოლოგიაზე რო ვფიქრობდი და რაღაცა და მეთქი აი ელექტრომანქანა რა კარგია და ასე შემდეგ და რაღაც, მაგრამ მე რო დავფიქრდი, ანუ ჯერ ანუ შეიძლება ნაკლებად დაემართოს რამე, მაგრამ რო დაემართოს მე დაემართოს საშვები, ხო? აი ჰიბრიდული, კი, ჰიბრიდი ყველაზე კარგი არჩევანი იქნება და მე ეხლა წინასწარ ყველაფერს ვარ გეტყვი გადაცემის ბოლოს იქნება ეს რჩევები და სხვაზე ადრე შენ გაიგებ თუ რა მანქანა შეიძლება რომ იყიდო იმისთვის რომ დაისვენო საერთოდ არ კონდეს სერვისში პრობლემა. კითხვა. აბა. პოლიცია თუ გაუჩერები ხარ და რა ოღონდ მანქანით. ხო, მანქანითაც გაუჩერე. სხვა ისტორიები ბევრი გვაქვს ნახე, ანუ და ჩაბერვით და ჩაბერეთ თუ შეიძლება და ერთხელ დავემართა ძალიან სასაცილო ისტორია. ერთ ფარს ქონდა სავარაუდოდ პრობლემა რა. და არ ინთებოდა თუ სიმციმებდა. გამაჩერა და არ გაკანთებულიო რა. და მეთქი როგორ არ მოგკაცვანთებული თქო, მაგრამ შიგნითაც მაჩვენებს რომ პრობლემა მაქვს თქო რა და ალბათ ეგ პრობლემა ხო და არ შეიძლებაო რა ახლა მეთქი ახეთ როგორ გაანათა მერმა ქალაქი რომ უბრალოდ ვერც მივხვდი რომ არაჩვენებს მეთქი როგორ მიიღეს ეს ანუ კარგად მიიღეს იძულებით კარგად მიიღეს ერთხელ მქონდა საოცრება სადღაც არ მახსოვს რაღაც ჩემთვის ძალიან უცხნობ უბანში არ მახსოვს ვაზისუბანი ვარკეთილი დავტოვე ადამიანი უკანა გზაზე მაგრა ავირიე და მე მგონი ცალმხრივზე ვაპირებდი ან ვერ მივხვდი რა სად ვიყავ ძალიან დავიბენი საერთოდ ვერაფერს ვერ ვცნობდი და უცებ პოლიცია დავინახე მივხვდი ახლა ეს ჩემსკენ დაიძრება და რომ დააპირა და მე მიუჩერე რომ მეთქი მიშველებთ მე მოვდიოდი თქვენთან ახლა დამეხმარო და მიგითეს ეს გზა ხო და აი ძალიან ცოტა აკლა და მომადგებოდა თვითონ რა ისე სიჩქარე თუ გიყვარს ხო და არ მიყვარს. ვინც ატარებს ჩქარა და იმასთან რომ ჯდები, არც ის არ მიყვარს. თხილი ადამიანი ვარ. გვერდზე ჯდომა უფრო რთულია ხოლმე, ვიდრე საჭესო. და როგორი მძღოლი ხარ? როგორ შეაფასებდი შენ თავს? ანუ რეიტინგულ 100 ქულიან. აი აქ როზი ვარ თან და ხება რეიტინგს რომ თქო ძალიან მეცე. 100 ქულიანზე მე არ ვთვლი რომ რაღაცნაირი კაი მძღოლი ვარ და რაღაცა ვიანებში ვიყო 88-ში დავჩებ კარგია. 88 ძალიან მაღალი შეფასებაა. აპექტ კარგია? ხო, 100-დან 88. 100 მე რეიტინგები წავდი ქვემოდან პირველი ადგილი. ამაში ვიანზე. როცა 18 იყო. ან დაბლიდან მე 28 იყო, სადღაც რვიანი ერიოს სადღაც. ხო, ნუ რვიანი ძალიან ცოტა, მაგრამ ნუ ნახოთ. კაი, იყო 58. 58 ანუ სადაც შუაში ნუ იმედია. ესე შევაფასოთ, იმიტომ რომ ხო და მე რა მჭირს, ცე მაგალითად რეჟიმში ძალიან მიჭირს, ძისა თვალაშიც მიჭირს, თვალის ოპერაციაც გავიკეთე ეს შუქი და რაღაც მონაკვეთებში ვცდილობ დიეტ არ დავждე ამ მანქანაზე რა. პანდემიის მერე ხო საერთოდ მანქანა რომ ყავდა არ დავინარიცა და იმიტომ რომ ვიყიდა ესე იგი სკროლი და ბაჩუკი სპეციალურად მიყიდია სკროლი და დავდიოდი ამ სკროლი და ახლა სამ სკროლი დავდივარ საცობებში იდეალურია და დიდ გზაზე ვერიდები რა. ანუ ღამე არ გიყვარს. რასაც ვისმენ ხოლმე და რაც ხდება აი ამ რაღაცა შემთხვევებიდან გამომდინარე, ან მიხდრო სხვას არ ვენდობ, იმიტომ რას იზავს არ ვიცი და შემაშარში გავა. ძალიან წყნარად შვიდად მირჩენია სხვას ჩაუჯდა, ვინც კარგად იცის გზებიც და ყველაფერი. ისე საგზაო შემთხვევები ქონია?
აი ფიესტა რომ ყავდა ვიღაც ქალს მანქანაზე გავუსვი. არა, ძალიან სასაცილო მქონდა, ის კაცი იყო შოკში. იმ ქალს გავუკეთე ის მანქანა რომ გავუსვი, მაგრამ ჩემს ეზოში რაღაც მორივით იყო რა და უკარო დავძარი ახტა ამორზე და ვიღაც ბამპერს მიერტყა რა და დიდად არ დაზიანებულა, მაგრამ მაინც დაზიანდა. ნუ არა ვერ ვეძებ არ იყო არცად არა, და ხა ესე ხوار დავტოვე და წერილი დაუტოვე. მეთქი წერილს ნახავს, ნომერს ნახავს და დამერეკეთ გავაკეთებთ ან ჩინეთში მივდივარ ერთი თვითონ და მოვასწრო ვიღაცას მივხედ. და ნუ არ ეკავს მეთქი ნუ რა ვიცი თქო და ერთ საათში მიერეკავს რაღაცა რა უკაცრავად ეს წერილი ხა სერიოზულად ანუ არც უნახავს რომ დავაზიანე. კი მეთქი მე დავაზიანე, ყავს ძალიან კარგი ბიჭი ლევანი რომელიც ანუ აბსოლუტურად ყველაფერს მოგხედავთ. მე მივდივარ უბრალოდ, მაგრამ მე წინასწარ ანუ ამას გადავიხდი, თქვენ არაფერზე არ ინერვი. მე მანქანამ ჭირდა, არა, ბამპერს წაიღებს, მიხედავს, მე დაგიბრუნებ და მართლა ლევანმა მიხედა ყველაფერს. ფანტასტიკური ეს კაცი იყო შოკში, იმიტომ რომ ძალიან წყმარად ვიღაცა შეეძლო წასულიყო და დიდი წერილით, ბოდიშით, მისამართით, ტელეფონით, რაიმე ყველაფრით. საკუთარზე კიდე არ გაიგე. QR კოდები დაბეჭდე და ესე ეგრე სტიკერი მიაწებე ხოლმე, რომ აქ ვარ თუ რაღაცა არის, იმიტომ რომ იშვიათია ზოგადად ეხლა რაც მოყევი, ანუ ხუმრობ რა თქმა უნდა QR კოდზე, მაგრამ ანუ კარგი ვერსია. იშვიათია და ანუ როცა ვიგებ ხოლმე ძალიან შეაუნებს რა, ადამიანები როცა ესე იქცევიან, იმიტომ რომ ალბათ პირიქითაც არაერთს გონია ესეთი პრობლემა არაა რომ ჩემი მანქანა ძალიან ჯერ დახაზული დამხვედრა და არა წერილი მე არ დამახვით რა ძალიან დაწვა. სულ ეძებ რომ იქნებ სადმე წერილი იყოს ხო? არა შევს ანუ ადრე თუ გან ეგეთ წერილს იმედია. არა იმედი აღარ დამხვდება მანქანაზე პრობლემა. ხო ნუ მომწერე. ეგრე არ გვიდა წერილები. ნახე მანდ ერთ პატარა რჩევას მოგცემ. ოღონდ მართლა არ ხუმრობ. მანქანას როგორ მართავ ეს აისახება იმაზე როგორ გამოიყურება შენი მანქანა. და ერთი ნიუანსი არის ესეთი რომ წინა დღეს რომ იარე და მიხვედი სახში და რომ გააჩერე მაშინ არ მთავრდება ყველაფერი. მეორე დღეს რომ გამოხვალ ჩარჯდები და წახვალ და მანქანა დაუზიანებელია, მაშინ მთავრდება წინა დღე. ანუ მანქანის გაჩერების დროსაც თვალი უნდა მოავლო რა გარემოში აჩერებ. ვინმე სადღაც მაგალითად ვიღაც შეიძლება სადღაც ბეტონს ასხავს რაღაც სატვირთო გას. ეხა დამემართა ზუსტად. ხო. ჩემ მეზობლის ფანჯარა მოწყდა და ჩაერჭო ჩემს მანქანას. ხო, ნუ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ყოველთვის იქნება ახლა ფანჯარას ვერ გათვლი, მაგრამ რაღაცების გათვლა მაინც შეიძლება რა. ანუ როცა მანქანას აჩერებ, მაგალითად დღეს გამოვიარე ყოველთვის გზაჯვარდინზე, ჩემი სახელიდან გამოთხრა გზაჯვარდინზე წინ დგას ერთი მანქანა ყოველთვის რა. და ყველა ჯერზე ვაკვირდები ხოლმე რომ ადრე თუ გვიან ვიღაცა გაედება მანქანას გამორიცხული, იმიტომ რომ ორი ავტომობილის გასატევი ადგილი იქ არ არის ხოლმე და დღეს დილას რომ გამოვიარე, კარგად გასმული იყო ის მანქანა და ხო ვიძახდი ფიქრე. ხო, ანუ ხო ვიძახდი არ მესცია მომდა რაღაც დაგიმალო რა, იმიტომ რომ ვერასდროს პატრონი ვერ ნახის არ მოხდა რომ პატრონის შემთხვევით მე ნახა და მე თქვა რომ აქ რომ მანქანას აჩერებ, ამ დიდია იმის შანსი რომ ესეც რაღაცა მოხდეს. ამიტომ ერთი თვალის მოვლება ყოველთვის არის ხოლმე რაღაც კარგი ამბავი. კიდე ესეთი კითხვა მაქვს. გავიგე რომ თუ მაგლელო არენაზე შულთან ერთად მოდიხარ ხოლმე და კარტინგები უყვარს. შეჯდება და აქ ვიწონს და ეს ყველაზე დიდი ტრასაა, მე მგონი რაც სადაც ვიყავით. ცუდია რომ ეხლა გავიგე ეს აქამდე. მეც დღეს გავიგე რომ თურმე შენთან მოვდივარ. ძალიან მესიამოვნდა რაღაც დაგიმალო და იმიტომ რომ ნახე როგორი პროექტი გვაქვს. ძალიან კარგი პროექტი გვაქვს და ჩართვა შეიძლება ამაში. მთელ საქართველოზე იშლება ეს პროექტი. გახდი მრბოლელი. ყველას აბსოლუტურად მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლია წლის დასაწყისში არის ხოლმე ამას ვაცხადებთ, ვდეებთ, ვიძახით, ყვირით, რომ აი ბავშვებო მოდით. ყველას 14-დან 18 წლის ჩათვლით, 18 წლამდე უბრალოდ შეუძლია რომ მოვიდეს, ტესტირებას გადის და მცირდება ეს წრე და საბოლოო ჯამში 9 ბავშვს თავიდან ბოლომდე აფინანსებს საავტომობილო ფედერაცია დადიან საქართველოს ჩემპიონატს, ხდებიან ჩემპიონები, ნუ ჩემპიონები მერე გადაგვყავს სრიულობაში, ვაძლევს სხვადასხვა მიმართულებას და ასე შემდეგ ასე. მოკლედ, არც ერთი ჩემპიონი ჯერ არ დაგვიკარგია, ანუ ყველა აბსოლუტურად დღეს მოქმედია და თან ძალიან მაგარი ბავშვები გამოვიდნენ, ანუ ისეთი მრბოლელები, რომელთაც უკვე პირიქით ჩვენ უწევთ კონკურენციას, ისეთები გამოვიდნენ და არ გვეგონა, ანუ ესე
ოპტიმისტურადაც არ ვიყავით განწყობილი რა, ცოტა მაინც სკეპტიკურად ვიყავით, იმიტომ რომ ის ვინც არ გვინახავს, როგორ შეიძლება რომ მაგარი თავისით იყოს და აღმოჩნდა რომ ესეა და ძალიან კარგი, რადგან მიყვარს, ანუ ეს თან დღეს მოუყევი ვისთან მიდიოდი რა. ამიტომ მე შენ გაჩუქებ აქ სიარულის, უბრალოდ შენ შვილს ვაჩუქებ სპეციალ ვაუჩერს და შეუძლია მოვიდეს და იაროს ანუ ხუთი უფასო სიარული ექნება. გაგიჟდებ. ხო, მაგრამ შენ მოგიწევს აქ მოსვლა. მაგ დავდივარ, მიცი რომ საათზე ვართ აქ მოსულები. კარგი გვიანობამდე ხარ ტყობი. კი, ანუ გვიანი, იმიტომ რომ ეგ თავისებურება. ხამის 12-ზეც ვარ აქ მოსულები. კი, ხამის 12 საათზე საქართლმე. კი ბატონო, მეც. არ შეგეშინდება ესე? შვილი რომ ბრბოლელი იყოს? კი ალბათ. ვიქრია ზოგადად მაგაზე. ეცი რა, იმედენ ჯერ მთხოვა რა, რაღაცა სხვა არ მიყავს. ზასაშია, ხო? ხო, არა, აგიხსნი. ზოგადად მიაჩნიათ რომ საშია, მოდი ესე ვიტყოდი, მე ესე დავარქმევდი რა. მაგრამ თანამედროვე ავტოსპორტი უკვე ესე საში აღარ არის, იმიტომ რომ დაცულია თავიდან ბოლომდე, ანუ არ არის ის ეპოქა, როცა ფორმულა 1-ით ესეთ მოფრიალე ქუდებით იყვნენ ხოლმე. ეგ აღარ არის, თავიდან ბოლომდე კარგად არის აღჭურვილი, მრბოლელი და თან, თანამედროვე ტექნიკაც უკვე ძალიან კარგად არის დაცული. პირველი რასაც ვცდილობთ ჩვენ რომ ჩაუნერგოთ ეს არის რომ აი შენ თუ მაგარი მოჩუბარი ხარ, გამოხვიდე ქუჩაში და აბსოლუტურად ყველას დაერიო რომ დაგხოცავ ცემით, არასწორია რა. იგივე არის მრბოლების შემთხვევაში რა, ძალიან კარგად იცის სად არის ზღვარი და არ მოსდის სისულელეები, მოდი ესე ვთქვათ. ანუ ქუჩაში როცა გადის, ერთი რომ ცოტა ეთაკილება რომ რაღაცეები აკეთოს, იმიტომ რომ იცის რომ ნებისმიერ რაღაცას ძალიან მარტივად გააკეთებს და თუ რამე მანევრს აკეთებს, ყველა გადაზღეული მანევრია და ხელწერა, ან სპორტსმენის თავის ხელწერა აქვს. როგორც ანუ უნიკალურია ხელის მოწერა, ზუსტად ესეა, მრბოლებს ყველას აქვს რაღაც თავის ხელწერა, უნიკალური. ხო, უნიკალური და თან არის უსაფრთხო, ანუ ჯერ ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ესე პროფესიონალი სპორტსმენი რაღაც ისეთ შარში გაეხოვა, რომ რაღაც უცნაურ საგზაო შემთხვევაში, ანუ ესეთი არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს დონე ესე იწევს. ამიტომ პირიქით თუ უნდა სხვებსაც იგივეს ურჩევდი, თუ ბავშვს უნდა, ხელი შეშლას აზრი არ აქვს. არა, არ მოშლე, უბრალოდ ხო, ჯობია რომ აი ამ მიმართულებაზე პირიქით პროფესიულად ჩაერთოს, მithumetes მაგის საშუალებები უკვე არის. დღეს გავუშვი ბანაკში, მოვუყევი ჯერ სად მოვდიოდი, ვისთან მოვდიოდი და გადაირია და აი რომ დარეკავს იქიდან, მე ვეთქვი ამ ყველაფერს. ბარემ ნახავს. ცოტა შარში კი გაგხვიეთ, მაგრამ უშავს. მეორე შარში მინდა, ეხლა გაგხვიო. აბა. ავტომობილის საჭესთან უნდა გვაჩვენო რა შეგიძლია. იმიტომ რომ ანუ ჩვენი მე ცოტა კარტინგზე ვერ ვჯდები? აი ვერვერები საჭეს. მაგ ძალიან დამცინი შე. ძალიან რბილი საჭიანი მანქანა ყავს. ასე რომ დროელავს გარეთ არა უშავს, ეგ ელოაც ფონია. არა ძალიან მიყვარს ჩემი თავს. ხან ფეხბურთზე გადაცემებში მე პატიჟები და ფეხბურთზე მოლაპარაკებენ მე. ეხა ვის თამზივარ და ჩემ მაგანას ხომ მართავ, ფეხბურთს ვარ თამაშობ. ფეხბურთს თამაშობდი ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა. ხო, ნუ მაშინ მქონია სათქმელი ფეხბურთის. ხო, მანქანის შემთხვევაში გინდა არ გინდა, ანუ მანქანი თუ დადიხარ, ნიშნავს რომ რაღაცა დონეზე იცი. კი, ძალიან დაბალი ფული შეაფასე შენი თავი, მაგრამ ვიტყოდი რომ არ ნახე, ამბიცია ზომიერი მაინც საჭიროა. არა, მე გონჯება რომ დიდი წარმოდგენა არ გქონდეს, თავი დავიზღვიოთ. ხო, ნუ ვიცი მაინტერესებს, სწრაფად ნავია რა. ამდენიცაც მოახერხე, მაგრამ სიჩქარე, მაქსიმალური სიჩქარე 70-ს არ აღემატება, ასე რომ და რამე დროშნა ჩავეტიო თუ კი, აგიხსნი ხო, ფორმატი არის შემდეგი. აიდე პირველი ვატარეთ საქართველოს არაერთ გზის ჩემპიონი, მოქმედი საუკეთესო მრბოლელი, რომლის დროც არის ასახული ჩვენს დიდების დაფაზე. ანუ ეს დიდების დაფის დროები საბოლოო ჯამში გადაინაცვლოს, მე ვებ გვერდზე, სადაც იქნება თავიდან ბოლომდე განთავსებული ხოლმე. მე მგონი გვერდს მოხვდები, მაგრამ არა, გადაცემაში ხომ მოვხვდები. დაფაზე ყველა ვარიანტში მოხვდები, თან ახლა ანუ
ჩემპიონის მე რატომ დავიცახე? შედარებითობა ყველაფერი, რატომაც არა რა, ანუ ჩვენ გვინდა რომ ჯერ არ მითხრა მაშინ მას რამდენ ხანი ქონდა. ჩვენ გვინდა რომ ზოგადად ადრეთგვიან, ანუ ჩემპიონს რაღაცა მივახლოვდეს, ან დაამარცხოს კიდევაც რატომაც არა. ავიდეთ, ნახოთ. იმე წამო. ჩვენ წავედით იქით თასა დავინახოთ. მალე ჩემპიონი დღეს არ აქვს. წვიმაში გიტარებია? კარტინგი? ჩემპიონატის დროს რო გაწვიმდეს ახლა. ხო, არაფერი არ ხდება, ანუ გრძელდება ჩვეულებრივ რა, მართლა გიუარესტება, მაგრამ სხვა რა გზაა. ეხლა ნახე ერთი რაღაც ბარემ გითხრა. ზოგადად წვიმაში, ქალაქში როსაც უბია ხოლმე ეგრევე ხო იცი? რატო არ იცი? ყველა იძახის ვაი. რეალურად 50 კმ/სთ-ამდე სიჩქარეზე ყველაზე ცუდ შემთხვევაში 2 მეტრით გაგიუარესტეს ან სამკუჭე მანძილი და ასე შემდეგ და შემდეგ რა. ანუ მანევრი საერთოდ არ ქუჭდება, იმიტომ რომ 50. კარგი ის უნდა გქონდეს თან ახლა. საბურავი ახალი, იმიტომ არის კარგი და პროტექტორის სიღრმეებით იმიტომ ზომავენ ტექდათვალელებაზე რა, რომ მშრალზე არ აქვს მაგას დიდი პრობლემები რა. პრობლემა გაქვს ველზე. ანუ როცა წვიმა არის და რაც უფრო მეტია წყლის ნაკადი გზაზე, მით უფრო მაღალი პროტექტორი გჭირდება, იმიტომ რომ წყალი გამოდევნოს და ბორბალი ისევ ჩაჭირებაში დარჩეს. თორე ისე მშრალზე ჯობია პროტექტორი საერთოდ არ ქონდეს. ანუ ფორმულარის ბორბალს პროტექტორი ხო საერთოდ არ აქვს. არ ვიცი. ანუ იმიტომ არ აქვს რა, იმიტომ არ აქვს რომ მეტი სიფრთხილით მოეჭიდოს რა. ასე რომ ეგ არა პრობლემა. ეხლა დავუბრუნდით ტრასას. ნახე? აი გვაქვს სტარტი. აი გზოლები რო ხატია. იქიდან პირდაპირ ესე მუქრივართ. დაწყებულია მაგოყას. არა, რატო დაგცინე? გეცინებ. შენ გეცინებ, მაგრამ იმიტომ ეცინებ, რომ ანუ რაშუაში ვარ. დაწყებულია რა მიყოლოდა. ახლა თან ხუხილ, ახლა ცაცი გახის რომ ნანკა. როგორ გაბედე ჩემპიონის მერე მოსვა. თუ გაწვიმდა პირიქით, კარგი იქნება, იმიტომ რომ წვიმას დააბრალებ რა. ხო, მე რაღაცას მაინც და ყველაფერს დავაბრალებ. წვიმა რო არ ყოფილიყო, იტყვი რა, მაშინ მაგენახა. ჩაფხუტი ძღვა? ხო, მოიცადე ეხლა ჩაფხუტი ავიღოთ. შეერაღება. უსაფრთხოება პირველ რიგში. გაშარში. თან ძაბერი მაყურებელი, აი მასხად ამიგდეთ. მე გვერდზე ჩაგიზდები, ჯერ ნახოთ. ჯერ ნახოთ. ხო, რა დაგეხოთ. ძირითად პრინციპებს აგიხსნე, ხო, რაზე დგას რბოლა. ავიღეთ რაღაცა სიჩქარე, მივედით მოსახოვთან, ჩვენთვის თვალით რაც უფრო კომფორტული იქნება სიზუსტისთვის, ისევ ამოხურჭებთ და ამოხურჭებთ ერთხელ, რაც იმ კონკრეტული მოსახოვისთვის იქნება მისაღები. მოხუცთან ფეხს ვიღებ ისე, თითქოს ვიღაცა გვაძალებს, ანუ ფეხზე გვეპოტინება და არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ფეხი ავიღოთ. ანუ ეს უცებ მივარტყი ფეხი და უცებ ავიღე ფეხი არ ხდება. მე თვითონაც ავშვები საჭირსთან და გაჩვენე. იდეალური რას ნიშნავს? ანუ მივედით, დავამოხუჭეთ, მოუხვეთ ერთი მოხოვით, ის ერთი მოხოვა თვალში ზუსტად დამოუზომო ტრაექტორია. მოგვიჭან გამოვიყვანეთ, გაზზე გადავედით, ერთი მონოტონური სიჩქარე შევინარჩუნეთ ერთ კონკრეტულ მოსახოვში. მოსახოვით მთავრდება, საჭის გასწორებას ვიწყებ და მაშინ შეგვიძლია გაზის ერთი ახსნა, მეორე ამის ჩვენება. ეხლა ამ ყველაფერს თან გაჩვენებ, თან კიდევ ერთხელ გადავიარო და ამ რაღაცებს აგიხსნი, მე საცდელ გავლას რა თქმა უნდა გაივლი, საცდელ გავლა თუ ერთი არ გეყოფა არაუშავს, ორს გაივლი და მე უკვე იქნება სარბოლო გავლა. ეს საცდელი ნელა უნდა გავიარო? როგორც გინდა. ანუ რამდენი ტემპი. რო ტრაექტორია რო დავიმახსოვ. ტრაექტორია დაიმახსოვრო და ტემპსაც რაღაცნაირად შეიჩიო რა. სტარტიდან მუხრუჭიდან რო გადახვალ გაზზე, რაც შეიძლება ბევრი გაზი უნდა მისცე. ეხლა ნახე რა ხდება. 1-2 წავიდა, დავიქინეს დროშა და მივეცით ბევრი გაზი და წავედით. აი ბოლომდე მიდიოს. ამაზე მეტი ამას არ შევალე. აი შევანელეთ და თან მოუხურეთ. ასე გინდათ რომ ამას ამდენსაც მოახერხებ. ნუ აი ჭორმოზე მაგას გიდევს ხე? არა. ესე ნახე აი დავამუხრუჭე, მოუხვე და ეხლა გავუში. ანუ ხო, მოსახოვის მე უშევ. წავიდა. აი ეს ნახე, ოპა დავამუხრუჭე, თან მოუხვე. 5 წელს. ჩემ ვესტიბულარული აპარატი იქნება საერთოდ. აი არ მთელი ამბავი. ამაზე კარგი დამცავი საშუალო ვაფშე არ არის. შენ სავარჩო გავლა გაქვს. ხო. ამასობა შენ გამეცადინებ დროშაზე.
სავარჯიშო გავლა გვაქვს. გამარჯობა მეგობარო. თქვენი თავი მე მანდეს ახლა ძალიან მეჭირს თავიდან ურთიერთობა უცხოებთ. რაღაც ერთო გავუგდეთ მაინც. მომიყვანა ეს ვიღაცა ჩემპიონის მერე და გონიათ რომ რაღაცა საოცრებებს ჩავიდე. მე ის არიციან რა ეს მოხვეულები ცუდად ხდის და ბოლო კადრში იქნება ძალიან ესემონო სანახაობა. შენ არ ინერვიულო, შენთან არ ვიზავარებ ეს ფანჯრიდან. გადავყოფ თავს და იქ მოვაგვარებ მოვიდეს. ნახეთ, მოვიდა ის ხო? უყურე? აი რა მოდიხარ. შეგიძლია უფრო აგრესიულად წამოვარდე. კაი, გეტყვი. ჩვენეცა კვესტამპი ნელი იყო, აჩქარდითო. და მუხრუჭეო ისქენია. მოგვემატა აგრესია. ტანგო უნდა ვიცეკოთ ჩვენ, ამათ უნდა რომ ჩაჩაჩა ვიცეკოთ ახლა გიჟები. დუღილს რო იწყებს ადრენალინი? რა გავაკეთე ახლა? ნახე როგორ არის? საბურაების ცივილის დოზა არსებობს რა. თუ ყმუის სადომაზოხიზმში ხო, თუ ყმუის ესე გადავამლაშეთ რა. რაც თანაბრად ცივის მოსახლეში გავლისას, ესე იგი ნიშნავს რომ იდეალურად გავდივართ მოსახლეში. აპატეთ შემო ტოიოტა, მაგრამ უნდა გაწიო. ღმუით. უბრალოდ იწილეთ. ნაზად და ჰაეროვნად. ერთი რის დამატება შეიძლება. ეხლა, ანუ იქ და სექტორი კაია. ამოვარდი და ცოტა აგრესიულად დაამუხრუჭე, არაფერი პრობლემა არ არის. მიდიაბა და 2 წრე იარე გადაბულად. მიდი. ეს რა თქვა? ხო გაიგე რა თქვა. თქვენი წიო კი უნდა რა. ანუ არ ეხო რა. აი ხო და გაწიო, ნახე. ამხევი და იკიბე. იციბე, მიდი. აგავაკეთ. რა შემიძლია მეტი აგავაკეთ. ეხლა იქ მოიწევ მოვა ეხლა. ეხლა გოიტყვის ისე არ დაინდო. მიგითხარი 2 წრე იარე გადაბულად მეთქი. ანუ 1 წრეში გაჩერდი. მიდიაბა 2 წრე ცოტა ესეთი აქ მეტი აგრესია შეიძლება. აი მოყვებული ბერევა და ესენი 5 წრეობი და 5 წრე რა 5 წრე რისი 5 წრე რაღაც ნამეტანი გააგრესიულ და თორბალი უკვე ყველა სექტორში წივის და ჩერდებით ეს არ მომწონს არც იმას არ მომწონს არც თქვენ ალბათ მაგრამ რა ვქნათ მოდი კიდე სტოპ გაჩერდი ეგრე წიოკის 5 წრე მანქანა არ ვიცი მაგრამ მე კი ვწივი და ვკივი ამათ ახლა დრო აქვს დანიშნული გონიათ რაღაცა საოცრებებს შევატარებდეთ რა ოპტიმისტები არიან გასიციაწობა გეგონება ისევ თავარტკილას ეს ისო მოდი ნახე ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ რომ ვიღაცის გადასარჩენად მივდივართ მოგძალი ცოტა დრო უნდა მოვასწროთ ან მოგძდევს ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი ზომბები მოგძდებენ და უნდა გავექცეთ ნანკა აი 5 წრე არის გადარჩენის წრე მთავარი არაფერს არ შევასკდეთ ნანკა ზომბი დაგიჭერს დროზე ნანკა სწრაფად მიდი აქ ცივილი არ დაგავიწყდეთ უკვე სხვანაირად დადის სამყარო გვაქვს გადასარჩენი და უკან მოგზდევენ ძალიან ცუდი ადამიანები რომლებიც გაზომბდნენ დაკარგეს სინდისი ნამუსი და ერთში აპატიოსებს მაგრამ დროშა დაგვიქნეს და გავაფასეთ ნება კარგი ეხლა მე ამას დავსკრინე მორჩი? ხო. რა გავხურდი ახლა მორჩი? რაღა დაგიმალო და იმ შეფასებით რაც შენ შეაფასე საკუთარ თავი რომ 8 ქულა მეკუთვნის 100-დანო, ანუ საერთოდ ყოფილა საქმე ეგრე რა. როგორ ყოფილა საქმე? ეს უკვე გავარკვიოთ სტუდიაში. ჯერიმითი დავიწყებ რომ ღამის რბოლები რაღაც ძალიან მომწონს რა. გაგვაღამდა. ხო, მე მგონია რომ საერთოდ უნდა გადავერთო ღამეზე, იმიტომ რომ ლამაზია, მეორე გრილა ზაფხულში, რატომაც არა. და თან ეს კონტურები რაღაცა უკეთ ჩანს. სანამ მოდი შეგამზადებ. ამბავი არის ესეთი. ფორმულა 1-ში კი, ფორმულა 1, ნუ ტოპ პილოტები არიან მსოფლიოსი და ნუ პირველი და ბოლო ადგილი, ნუ პირველი და ბოლო იქ ვიზუალურად ვერც მივხვდები ისე არის, მაგრამ დაახლოებით სადღაც 2 წამს აგებს ერთმანეთსგან. 2 წამს? ხო, დაახლოებით 2 წამია გავხსნათ. ამ შემთხვევაში
ჩვენ ვეჯიბრებით, ხო, ვეჯიბრებით ტოპ პილოტს. გიჟდები, ისე ტოპ პილოტს, რომელთანაც შეიძლება დანარჩენებმაც, ანუ მეც და სხვა მრბოლებმაც დაახლოებით შეიძლება ეგრეთ წავაგოთ. შეიძლება მოვიგოთ, შეიძლება იგივე დროა ჩვენო, შეიძლება წავაგოთ. დაახლოებით ამ დიაპაზონში ვიმოძრაებთ. ანუ ეს არის მრბოლელი, მოქმედი მრბოლელის დრო, რომელიც საქართველოს საუკეთესო მრბოლელია დღესდღეობით, ამ ტიტულის მფლობელია. რამდენს წააგებდი მასთან? ეს ანუ ახლა ისაც წერია კი, ეტალონური დრო არის 5:51 წამი? კი, ან ჩემპიონს აქვს ეს. მე ალბათ მინიმუმ 3 ჯერ ბევრი. 3 წუთს გაცდებოდი, 2 წუთს გაცდებოდი, 4 წუთს გაცდებოდი, ანუ შენი შეგრძნებით რამდენი დრო გავიდა? შეგრძნებით 6 წუთი მაინც ვიარა, არა? 6 წუთი? მეტი? მოდი, აი, მართლა მეტია. მოდი გეტყვი. ანუ ძალიან დაბალი შეფასებით აფასებ საკუთარ თავს, იმიტომ რომ რო თქვი რომ 8, 18, 38 რაღაც 100-დანო და აღმოჩნდა რომ მე მეგონა რომ კატასტროფის წინაშე ვიქნებოდით, მაგრამ ყოველი მომდევნო წრე, შენი ყველა წრე მაქვს ჩანიშნული, ყოველი მომდევნო წრე უფრო და უფრო აგრესიული და უფრო ზუსტი იყო. უფრო და უფრო ახლოს მრბოლელების წრესთან. შესაბამისად, რაიმე? ორი წუთი. არასო. 7 წამი. არასო. და 90. აი, მეხატავები? ეს არის ძალიან მაგარი დრო, იმიტომ რომ ტოპ პილოტთან ამ 16 წამიან ჩამორჩენა გვაქვს, როცა ფორმულა 1-ის ჩემპიონს უნდა ბანახო. ფორმულა 1-ის მრბოლელებს, როგორც გითხარი, აქვთ ერთმანეთთანხმე 2 წამი. სულ რაღაც 16 წამი ჩამორჩი. ტოპ პილოტს, რაც იმას ნიშნავს, რომ 16 წამი ნიშნავს წრეზე 3 წამი და რაღაცა მიასადეგი. რაც არის ძალიან მაგარი დრო. ეხლა გეტყვი რატო არის ეს? ანუ მე მგონა 6 წუთი მაინც ვიარე. ხო, თან შეგრძნება ისეთია, რომ დროს რომ მისდევ, რაღაც დრო მიდის და იწელა. ამაგარი. აიცა მივიდე სახში. მივიდე. ეხლა არ წაშალოთ. აგიხსნი რატო ქონდა კარგი დრო. შენ რამოდენიმეჯერ თქვი, რომ გული მერევა, მით უმეტეს როცა გვერდზე ვზივარ გული მერევა, ანუ ეს შეგრძნებები, რყევები გულს მერევს. მრბოლელები, ყველა მრბოლელს აბსოლუტურად ერევა გული. და აგიხსნი ახლა რა ხდება ამ დროს. ანუ ვესტიბულარული აპარატი, რომელიც ჩვენი ყურის სადღაც გზირშია განთავსებული, არის ზოგს უხეში აქვს, ზოგს უფრო მეტად მგზნობელობა უფრო მაღალი აქვს. მრბოლელს ჭირდება, რომ ეს იყოს ძალიან მაღალი მგზნობელობის, იმიტომ რომ მოსახულის ნებისმიერი გადახრა და მოხურჭება და ყველაფერი აბსოლუტურად შეიგზნოს თავიდან ბოლომდე. ანუ თუ გული არ ერევა ატრაქციონებზე, ავტობუსში უღმაშდომის დროს, ასე შემდეგ, მისგან დიდი შანსით მრბოლელი არ გამოვა. შესაბამისად, ის ვისაც გული ერევა, რაღაც გადატვირთვებზე, გადახრებზე და მოსახულე თვალის და ვესტიბულარულ ერთმანეთთან მეგობრობაზე და არ მეგობრობაზე, იმისგან გამოდის კარგი მრბოლელი. შენ პოტენციალი ძალიან დიდი გაქვს ასე რომ კარგია, გულისრევით რომ მაგამდე მივედით, უკვე კარგია. ხო, შეგიძლია რომ ნიშნები სად გქონდა და გული მერეოდა. გილოცავ? მადლობა. წარმატებები. ასევე, ძალიან კაი იყო. ყველაზე ხშირად მაინც ადამიანები მეკითხებიან თუ რომელი ავტომობილი შეძენა არის უფრო გამართლებული. ყველა ავტომობილს რა თქმა უნდა თავისი დანიშნულება აქვს და ადამიანები არჩევენ საბოლოო ჯამში მაინც არჩევენ ხოლმე რომელი უფრო მიასადაგება მათ არა საჭიროებას, არამედ სტილს და რომელი უფრო მეტად მოსწონთ. მე ჩამოგითვლით 5 ავტომობილს, რომელიც ყველაზე ნაკლებად პრობლემატურია და 5 ავტომობილს, რომელიც ყველაზე მეტ პრობლემას ქმნის. არჩევანი თქვენზეა და შეგიძლიათ გვეკამათოთ, მოგწეროთ, გავარჩიოთ და თითოეული მათგანზე უფრო სიღრმისეულად გავიგოთ ინფორმაცია. პირველი, რაც სანდო და იაფი შესანახი ავტომობილების შორის სიაში არის, ეს არის პრიუსი, განსაკუთრებით მეორე და მესამე თაობა პრიუსის, რომელსაც საკმაოდ კარგად შეუძლია რომ აიტანოს ჩვენი საწვავი. უპრიმიტიულესია მისი ძრავის მოწყობა, ძალიან კარგი გადაცემათა კოლოფი აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულად უმკლავდება როგორც ელექტრონულ ნაწილს, ასევე შიდაწვის ძრავას და ის ძალიან დიდ ხანს ცხოვრობს და შეუძლია რომ 9,5 მილიონი კილომეტრი
უპრობლემოდ გაგვატაროს და თუ რაიმე ზიანდება, უკვე იმდენად არის საქართველოში შემოსული მისი სადარგო ნაწილებიც, რომ რთული არ არის მისი გაკეთება. მეორე ავტომობილი და იმ შემთხვევაში თუ პირველი არ მოგწონს და ან გვეპატაროება არის Toyota Camry 2.5 ლიტრით აღჭურვილი ძრავით და რატო ეს მნიშვნელოვანი ამასაც გეტყვით, როდესაც მივადგებით ჩვენ უკვე ყველაზე პრობლემატურ ავტომობილებს, იქ მივხვდებით, რომ ძრავების კონკრეტული მოდიფიკაციაში კონკრეტული ძრავები ქმნიან ხოლმე პრობლემას. ამ შემთხვევაშიც ყველაზე უფრო გამძლედ, რაც სტატისტიკა მას აჩვენა, არის Toyota Camry, რომელიც 2.5 ლიტრით ძრავით არის აღჭურვილი, როგორც ატმოსფერული, ასევე შერეული ტიპის, ანუ ჰიბრიდი. ორივე ძალიან კარგია, ძალიან დიდხანს ცხოვრობს ეს ავტომობილი, ძალიან დიდხანს ძლებს მისი აბსოლუტურად ყველა დეტალი, ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან, იტანს სხვადასხვა ტიპის საწვავის შერევას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგი, რომელიც ამ სიას მოყვება და რატომღაც რიგითობაში სულ იაპონელები ჩაგვიდგნენ, ეს არის Honda Fit 1.3-იანი ძრავით, რომელიც ასევე ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან კარგად არის ადაპტირებული ჩვენ საწვავთან, იტანს აბსოლუტურად ყველაფერს. მისი სხვადასხვა ვერსიები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ყველა მათგან შეუძლია რომ როგორც მინიმუმ 300,000 კილომეტრი ისე გაიაროს, რომ პრობლემა არ შეიქმნას და თუ რაიმე სავალ ნაწილში პრობლემა შეექმნება, ამის მოგვარება ძალიან იაფი და მარტივია. თუ გადავინაცვლებთ ერთი რანგის მაღლა და ისევ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საუბარი გვაქვს ჩვენ მეორად ავტომობილებზე, ერთ-ერთი ლიდერი არის თავისი გამძლეობით, თავისი იაფად შენახვით და ასე შემდეგ. Toyota RAV4. Toyota-ს როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ავტომობილი ყავს რიგში, მათ შორის, რომელიც ძალიან კარგად ძლებს, დიდხანს ძლებს და იაფიჯდება მათი შენახვა და აბსოლუტურად ყველასგან გამოირჩევა Toyota RAV4. თუ გვინდა რომ უფრო მაღალ კლასში გადავინაცვლოთ და ასევე გამძლე იყოს, საწვავის ბევრი არ დაწვას და მისი უმსახურება ძალიან ძვირი არ დაждდეს, RX-ის ხაზი, Lexus-ის, რომელიც არ ჯდება ძალიან ძვირი დაწყებული ძველი ვერსიიდან RX 300-დან, რომელიც მას აჩვენა უკვე თავი რომ 9 მილიონი კილომეტრი მისვსაც არ არის პრობლემა რომ გაიაროს, უკვე შემდეგი მოდელები 350, 400, 450 და აქვე მინდა ხაზი გაუსვა რომ 400, 450 ჰიბრიდი ვერსიები არის ძალიან კარგი ავტომობილები, თითქმის არასდროს არ უწევთ სერვისში მისვლა გარდა იმისა, როცა ზეთი და ხუნდები უნდა შევცვალოთ და აქაც 450 არ ნიშნავს რომ მისი კუბატურა 4.5 ლიტრისგან შედგება, 3.5 ლიტრისგან შედგება მისი კუბატურა ძრავის, მაგრამ იმიტომ რომ მას შეუძლია შესაბამისი სიმძლავრე გამოიმუშაოს, თითქოს ის 4.5 ლიტრის ძრავით იქნებოდა აღჭურვილი, სწორედ ამიტომაც დაერქვა მას ეს სახელი და არის ერთ-ერთი საუკეთესო როგორც კომფორტში, ასევე გამძლეობაში. ესეა რომ გრძელდებოდეს, მაშინ აუცილებლად მოხდებოდა Mazda CX-5, ეგრეთ წოდებული CX-5 და Hyundai Tucson. ეხლა მივადგეთ ყველაზე პრობლემატურ ავტომობილებს და მათ ჩამონათვალს. ამ რიგში პირველი დგას BMW X5, რომელიც ჩვენთან ძალიან პოპულარულია, მაგრამ ასევე პოპულარულია მისი პრობლემები და მისი ამ პრობლემების ჩამონათვალი. მით უმეტეს, როცა უკვე N63 ძრავით იქნა ის აღჭურვილი, დიდ ძრავზე აქვს საუბარი, 4.4 ტურბინიანი, რომელიც ტურბინებით განათავსეს ატომღაც ცილინდრებს შუა და მისი ტურბინა გამომუშავებული მთელი ეს სიმხურვალე თავიდან ბოლომდე ხარშავს, თუ შიგნით რამე შეიძლება იყოს დაწყებული ელემენტარული გაყვანილობისგან, დასრულებული სპეციალური მოწყობილობებით შიგნით და მისი კოლოფიც ასევე ძალიან პრობლემატურია, ძალიან ხშირად გამოდის წყობიდან, თუმცა ის ძალიან უყვარს ჩვენს თანამემამულეებს და ძალიან პოპულარულია მისი სტილიდან გამომდინარე, მისი მართვის და მანევრებიდან გამომდინარე, მაგრამ პრობლემებს ვერ გავექცევით, სტატისტიკას ვერ გავექცევით, თუ გნებავთ ვიკამათოთ და უფრო სიღრმისეულად ჩავიდეთ
ამ მიმართულებით. მეორე პრობლემურ ავტომობილებში, რა თქმა უნდა, არის Range Rover-ი. Range Rover-ებს აქვთ მუდმივი პრობლემა, მით უმეტეს წინა თაობის, აქ რა თქმა უნდა, არ ვამბობთ ბოლო თაობის ავტომობილებზე, იმიტომ რომ მათ ჯერ არ გაუვლიათ, წლები არ გასულა, არ უჩვენებიათ თავიანთი თავი და პრობლემები ჯერ არ გვინახავს. მაგრამ წინა თაობის Range Rover-ებმა თავი ძალიან ცუდად დაამახსოვრა აბსოლუტურად ყველას. მუდმივად შეკეთება სჭირდებათ ამ ავტომობილებს. განსაკუთრებით პრობლემატური არის მათი ელექტრონიკა. კვანძი ელექტრონული ისეა მოწყობილი, რომ ყველა დეტალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ცენტრალური კომპიუტერი საზღვრავს თუ რა როგორ გამოიყენოს და როგორ მოიქცეს. სანამ ის სისტემა მუშაობს, მაგრამ როგორც კი სისტემას ექმნება ერთ დეტალს თუნდაც ექმნება პრობლემა, მთლიანად იბნევა სისტემა და შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი აინთოს ჩვენი ხელსაწყოების დაფაზე და ძალიან რთულია ხელოსნობისთვისაც რომ იპოვო პრობლემა. ასევე პრობლემატურია მათი პნევმატური სისტემა, ხან რიგ შემთხვევაში იწყებს გადინებას ჰაერის სისტემიდან. შემდეგ, რა თქმა უნდა, კომპრესორს ადგება ძალიან დიდი ჯაფა, რომ შეავსოს ეს ჰაერის გადინება. მოკლედ, ძალიან პრობლემატური იყო ყოველთვის და ძალიან ხარჯიანი ეს ავტომობილი. და სადგან Range Rover-ზე გვაქვს საუბარი, გვერდზე მივიყენოთ მოდი Mini Cooper-ის სხვადასხვა მოდელი, რომელიც ასევე არის პრობლემატური, მათ შორის ანუ Countryman-იც, რომელსაც ასევე ელექტრონული პრობლემები ეწყება არსაიდან. ბაძავს ამ შემთხვევაში Range Rover-ს, ის ძალიან კომფორტულია, ძალიან კარგი სამართავია, ძალიან მოგწონს, გვინდა რომ ყავდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მისი შეძენის შემთხვევაში ეს პრობლემები იქნება გარდაუვალი. პრობლემებში, როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, არ ჩამორჩა Emily-ც, იმავე წლების, რომელმაც პირველად გამოიყენა 7 J-Tronic-ი კოლოფი, რომელსაც გამუდმებით ჰქონდა პრობლემები და აქვს პრობლემები, მისი სისტემაც რატომღაც ერთმანეთთან ვერ გამეგობრდა და ყოველთვის რაღაცა პრობლემას ქმნის და რა თქმა უნდა, მისი სერვისიც ასევე ძალიან ძვირია და არა მარტო ამ პრობლემას ქმნის, არამედ მისი პნევმატური სისტემა ასევე ისევე როგორც Range Rover-ის დაკიდების სისტემაში ქმნის პრობლემას, ერთმანეთთან სისტემების სხვადასხვა დეტალები არ მეგობრობენ, იწყება ერთი პრობლემა იწვევს მეორე პრობლემას და ეს ყველაფერი თან საკმაოდ ძვირია. ამ სიას არ ჩამორჩა სამწუხაროდ Passat-იც, Passat CC მოდელი, რომელსაც გამუდმებით კოლოფის პრობლემა აქვს და არა მარტო კოლოფის, მისი სერვისი ძალიან რთულია. იმიტომ რომ მისი დეტალების წყობა რატომღაც ისე არის ავტომობილში მოწყობილი, რომ ურთულესია რომელიმე მათგანს მიუდგე, ურთულესია იპოვო პრობლემა, ასევე იმის ტურბინასაც ძალიან ხშირად აქვს პრობლემა, ეკარგება სიმძლავრე და მოძებნა კონკრეტული პრობლემის Passat-ის შემთხვევაში არის ძალიან რთული და მისი სერვისი შესაბამისად რთულთან ერთად, დროსთან ერთად, გარკვეულ სიძვირეებთანაც არის დაკავშირებული. ამ სიას ასრულებს Ford Focus-ი და Ford Fiesta. განსაკუთრებით მისი ნახევრად რობოტიზებული კოლოფით, რომელიც მუდამ ქმნის პრობლემას, ის ვერ იტანს ქართულ რეალობას, მოდი პირდაპირ ესე ვიტყვი, ანუ საცობების შემთხვევაში ძალიან იოლად ხდება გადახურება მისი მოდების ქუროსი, შემდეგ იწყებს ზიგზიგს და ეს პრობლემა შემდეგ იწვევს გარკვეული დეტალების დაზიანებას შიგნით. და ამ პრობლემის მოგვარებას საკმაოდ დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მთლიანად სისტემა გამოდის წყობიდან. თუმცა ბევრი ისეთი მოდელია, თუ ამოვჭრიდით ამ კოლოფს და სხვა მოდელებს ავიღებდით, ისინი საკმაოდ პრაქტიკული იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებზე გვაქვს საუბარი, რომელიც ეგრეთ წოდებული რობოტიზებული კოლოფი, სრულ სიმშრალეში მუშაობს მისი მოდების ქურო და იწვევს უდიდეს პრობლემებს. საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის გაგება, რას თვლით უფრო პრობლემურ ავტომობილად და ამ ხუთეულს როგორ გადაანაცვლებდით, მოგწერეთ კომენტარები ჩვენს YouTube არხზე, ჩვენ რა თქმა უნდა გადავხედავთ და გავითვალისწინებთ. მომდევნო გადაცემებში უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ ნებისმიერ მათგანს და აგრეთვე თქვენივე გამოცდილებით, რომელია უფრო ნაკლებად პრობლემური ავტომობილი, ესეც მოგწერეთ ჩვენს YouTube არხზე კომენტარებში. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით, დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ეპიზოდს.